ძვირფასო, შენი აზრით განყოფილების უფროსის თანამდებობაზე იმიტომ დაგაბრუნე, რომ ოჯახი შეგექმნა და ედასთან სიყვარულობანა გეთამაშა? მითხარი, მართლა ასე იფიქრე? კაპიტანო, რა ვქნა? ჰალილ იბრაჰიმი საერთოდ არ მიჯერებს, 50-ჯერ მაინც უთხარი გვეხვეწებოდი ეს სახალხოდ არ გაეკეთებინა. ეს დიდემის წასვლის შემდეგ რომ გაეკეთებინა, ქაანის ცხედარს თავიდან მოვიშორებდით. როგორ გონია ქაანის ცხედარი იქ, რატომ დატოვა? ყველას რომ გაეგო, რომ ის მოკვდა. ვინმე რომ არ დაბნეული იყო. და ახლა რა ვქნათ? რამე გზა არსებობს, კაპიტანო? ზეინებმა იცით რა მოიფიქრა? ვინმე გონიერი მაინც მაჩვენეთ? ზეინებმა რამე მოიფიქრა? დიდემს ელაპარაკა, კაპიტანო. კითხა, გამოიტან თუ არა ჩვენებას ჰალილ იბრაჰიმი თუ ცოლად შეგირთავსო, ეშესთავაზა. დიდემი თანახმაა? თანახმაა, მაგრამ სანაცვლოდ ხელის ოფიციალურად თხოვნა მოისურვა. ხოდა თხოვოს რაღაც ელის. ალიჯანი კაბინეტში შეიყვანს და იქ შესთავაზოს. ჩვენც ჩვენებას ჩამოვართმევთ და ყველას გავუშვებთ. ჰალილ იბრაჰიმს არ უნდა. ვარჩვენებ მაგას. ალიჯან, იანუს, გისმენთ კაპიტანო, ჰალილ იბრაჰიმი მომიყვანეთ. ახლავე კაპიტანო. არც ერთი ხართ საქმის ისე ერთგული, როგორც ეს გოგო. ღმერთო ჩემო. რომელი გოგო, კაპიტანო? რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი? მე ნანება თქვენზე რა ძალისხმევაც დავხარჯე. დიდემ ჰანიმი დაკითხვის ოთახში გაიყვანეთ. როგორც გეტყვით, კაპიტანო? დაბრძანდი, ბატონო. აბა, გააკეთე რაც გინდოდა. თუ ქაანს გულისხმობ კი. კარგი. ახლა იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი. რა უნდა გავაკეთო? კაპიტანს ედაზე ზეინებზე მოუყევი. ყოჩახ, თქვენს საქმეებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენზე ბევრი შრომა და რესურსი დავხარჯეთ. გენდეთ, დაგიჯერეთ, პური მოგეცით. საქმე მოგეცით, რომლისთვისაც სიცოცხლე შეგიძლია დათმო. ასე არ არის? ასეა, კაპიტანო. ახლა ამ საქმეს ვერ გააფუჭებ. გითხარი ქაანი არ მოგეკლა, მაგრამ მოკალი. რადგან ეს გააკეთე, პასუხსაც აგებ. ჩავჯდები, კაპიტანო. ეგ პასუხისმგებლობის აღება არ არის, აბა რა არის? დიდემს შეირთავ. მოუკვდები, მაგრამ დიდემს არ შევირთავ. თუ გეტყვი მოკვდი მეთქი, მოკვდები, მაგრამ ცოლს მაინც არ მოიყვან, ხომ ასეა, კაპიტანო? ო, შენი კაპიტანი ვარ და მე გიბრძანებ. ახლა როცა შედეგს ასე მიუახლოვდით, ჩვენთვის საჭირო ადამიანებს სხვა ვინ მოძებნის, უფლებას არ მოგცემ ციხეში ჩაჯდე. წადი და ბრძანება შეასრულე, ჯარისკაცო. აქ არ უნდა ყოფილიყავით. მართალი ხარ. არ უნდა ყოფილიყავით. მაგრამ ვართ. მით უმეტეს რომ ეს ჩემი ბრალი არ არის. აქ შენი და ზეინების უსასრულო სიყვარულის გამო ვართ. დიდემ. შეიძლება სიყვარულის გამო ცუდად მოგექეცი, გაწყენინე, გაგაბრაზე, მაგრამ შენი ადამიანზე შენი ბრაზის გამო გათხოვდი. თან ჩემი შვილით მუცელში. რა გამიკეთა, როცა მუცლით შენ შვილს ვატარებდი? დახუჭე თვალი იმაზე, რაც გამიკეთეს. ამაზე გიფიქრია? მართალი ხარ.
ამაში მართალი ხარ. ბუდიშ გიხდი, შენ უკეთეს იმსახურებ. მე ეს ვერ შევძელი. ვერ შევძელი. აბატი, ჰალილ იბრაჰიმ, შენგან ბოდიშებს არ ველი. ზეინებმა გითხრა შენგან, რასაც ველოდები. ეს თვითონ მოინდომე. არსებობს სიტყვები, რომლებიც უნდა მითხრა, როცა ამ ბეჭედს გამიკეთებ. მხოლოდ იმისთვის, რომ ამდენი ადამიანი არ დაზარალდეს, დავქორწინდეთ დიდემ. გამიკეთე. უახლოეს დღეებში, როგორც კი ქანზე გლოვა დასრულდება, ოფიციალური ქორწინება მინდა. გაბიტანო, აჯობებდა ხელბორკილი დაგედო. რაც სახელმწიფოს მოუნდება, იმას გავაკეთებთ. ან ხელბორკილს, ან მედალს. სახელმწიფოსთან თამაში არ შეიძლება. და ეს სცენა შენთვის გაკვეთილი იყოს. დაიმახსოვრე. კაპიტანო, ჩვენება ჩამოვართვით. არავის დაუნახავს ვინის როლა. ჰალილ იბრაჰიმმა ან დიდემ ჰანიმმა რამე თქვეს? მათაც არაფერი დაუნახავთ. კაპიტანო, შედეგი თუ გვინდა, უნდა მივაწვეთ. მოწმე გვყავს? არა, კაპიტანო. იარაღი გვაქვს? არა, კაპიტანო. კამერების ჩანაწერი თუნდაც უხარისხო. გვაქვს? არა, კაპიტანო. მაშინ ნუ ვერ შევწყვებით. ყველა საქმე დაასრულეთ და პროკურორს გადაეცით. არის, კაპიტანო. შენი აზრით რა იქნება? თუ დიდემი ჩვენებას არ შეცვლის, არ მისცემს, არავის არაფერი მოგ. მაგრამ აქედან რომ გავალთ, ვის რა მოუვა, ეგ უკვე აღარ ვიცი. როგორ არ იტყვის? გიჟივით იქცეოდა ვერ ნახე? ჩვენება არავის დააზარალებს, მაგრამ დიდემის ჩვენების შემდეგ ჰალილ იბრაჰიმის გათავისუფლება გართულდება. დიდემმა თქვენი ჩვენებები დაადასტურა, არ დაუნახავს ეს ვინ გააკეთა. დილას ყველა თავისუფლები იქნებით. რამე ხომ არ გჭირდებათ? ეს როგორ მოხდა? რომ გამოხვალთ, მერე ვილაპარაკოთ ესმა. ოგუს, შეგიძლია ფიქრად შეატყობინო. ძალიან ნერვიულობდა. ვეტყვი ესმა.
გმადლობ. ოსმან მოდიან. ჰალილ იბრაჰიმი მოვიდა. ჰალილ იბრაჰიმმა ის გააკეთა, რაც ვუთხარი. ისედაც ნერვიულობს ეს რომ გააკეთა. თქვენც ნერვიულებთ, კარგი? ერთმანეთს დაემშვიდობეთ. მე კი სახლში ვიქნები. ხო მართლა, უკვე ყველაფერი დამთავრდა. შენ აქ ხარ. ეს ყველაფერი შენს თავისუფლებად ღირს, სიმპათიურო. ამას თავისუფლებას ეძახი. შენი გული ჩემთან იქნება. ჩემი კი შენთან. და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. ზეინები მალე მოვა. გოგონებმა მომწერეს. დავალ, კართან დავხვდები. ო, შვილო. შენს თავს ესეც გაუკეთე.
რა უნდა გაეკეთებინა დედა? ეყურებინა ციხეში როგორ ჩასვამდნენ? ამას როგორ უყურებს შვილო? ჰალილ იბრაჰიმის და დიდემის ქორწინებას როგორ შეეგუება? ისე როგორ ჩემ წლების განმავლობაში ასიეს იტანდი. ისიც ორსულად იყო და დიდემიც. ნედავ ჩემი ბედი არ გაეზიარებინა. ამაში ჩემი ბრალიც ავწუხვარ. ყველას გული გვტკივა ესმა, მაგრამ ქაანი შენ არ მოგიკლავს. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ყველას მოგესალმებით. კეთილი იყო შენი მოსვლა. დილამშვიდობისა. ესმა, კეთილი იყო შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. ზეინებ, ძალიან მწუხვარ. ნუ ნერვიულობ. ბედნიერები ვიქნებით. ერთმანეთს დავპირდით. მოდი აქ. ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. მხოლოდ დაიგო. მთელი ოჯახის პრობლემა საკუთარ მხრებზე იტვირთა. შენი გარტყმა არ დამვიწყებიან ედი მეჰანიმ. უფრო ადრე რომ გამერტყა უკეთესი იქნებოდა. ჩემო გოგონა. კარგი მორჩა. ხომ გითხარით არ ვინერვიულებთ? კარგი შვილო, გავიხარებთ. მაგრამ მოგვეცი საშუალება ცოტა წავიდიროთ. თორემ დედა შენ საკუთარი გულის სისასტიკე მოკლავს. ჩემო გოგონა. ღმერთო. გუშინ არ მიძინია. წავალ დავისვენებ. მეც წამოვალ. არა, დასვენება მინდა ელიფ. ხვალ ვილაპარაკოთ. კარგი საყვარელო.
გოგოებო, აქ ხართ? სხვაგან სად უნდა ვიყოთ დიდემ? თუ ცუდად მოიქცევით, კარი სად არის იცით? შეგიძლიათ წახვიდეთ, როცა მოინდომებთ. დიდემ, სემა, გაჭირდი. Dur Sema. Bence de dur artık. მეც ვფიქრობ, რომ დროა შეჭერდე. Çünkü bundan sonra იმიტომ რომ ამიერიდან ამ სახლში მე ვარ, Halil İbrahim როგორც ხალილ იბრაჰიმის მეუღლე. ya gereken ან საჭირო პატივისცემით მომექცევით, ან წახვალთ. ედანურ, შეგიძლია რესტორანში მუშაობა გააგრძელო. სადილის შემდეგ მეც მოვალ. სემა, შენ კი ზეინების დასაცმელი გადაყარე. ან ქმარს მიეცი, უთხარი წაუღოს. Bundan არ მინდა ამ სახლში რამე ისეც ვხედავდე, რაც ზეინებს გამახსენებს. sonraki herkes აქ ყველაფერი ზეინებს ეკუთვნის. არა მხოლოდ დასაცმელი. ჩვენ კი შეგვიძლია ახლავე წავიდეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ ასე თქვი. ayrıca çok ასე ძალიან თუ გინდა წავიდეთ, ხალილ იბრაჰიმს ეტყვი. o bize gidin და თუ ის გვეტყვის, მაშინ წავალთ. არა მხოლოდ ამ სახლიდან, სამსახურიდან და თქვენი ცხოვრებიდანაც. საყვარელო. dediğim şartlarda kalmak წინააღმდეგი არ ვარ დარჩეთ. ჩემი პირობებით. yardımınız სახლი დიდია. malum შეიძლება თქვენი დახმარება დამჭირდეს. ama şunu peşin პატარა მალე დაიბადება. მაგრამ ახლავე გაფრთხილებთ. ამ სახლში ზეინების სახელის ხსენებაც კი არ მინდა. ben bu kızı ამ გოგოს დავახრჩობ. dur hayatım მოითმინე. dur ben მოითმინე ჯერ მისი ბებია ქალი გავხდები. sen ondan sonra მერე კი შეგიძლია გაუკეთო რაც გინდა. Güvendiğimiz dağlara შევცდით ჯენგის. gelin თქვი რომ ბრძალი არ გვიღალატებდა რა და ერთ წუთში გაგვყიდა და ჰალილ იბრაჰიმი გარეთ გამოაშვებინა. Halil İbrahim de elini kolunu sallaya უცებ გაგვყიდა. ასე სჯობს მამა. ციხეში რომ იყოს უფრო გაგვიჭირდება. ასე უფრო მარტივად მოვკლავ. გონი ჯობს ეს არ გავაკეთოთ იდრის. აბა რა ვქნათ? ქემალს უნდა ვაცადოთ. sen Halil ჰალილ იბრაჰიმს diyelim. მათ მიხედონ ფიქრეთ ჩვენ, ასე რატომ მოვიქცეთ? ჰალილ იბრაჰიმის უკან ბევრი ადამიანი დგას და მას მაგათ მიხედონ. Değil mi? Hala oğlum. ფიქრეთს კი როგორმე ჩვენ მოვკლავთ. Nasıl anlatacağız bunu? და ქემალს ეს როგორ ავუხსნათ? ჩვენ არ ვეტყვით, მისი ცოლი ეტყვის. დაკრძალვაზე არიან, მალე დაბრუნდებიან და დაველაპარაკები წავა და ყველაფერს ქემალს მოუყვება. Gider Kemal'in kulağını okur. Gamze'yi celalsiz geç. ქემალი სულ გამზესთან ერთადაა. ძალიან კარგი. İyidir. 30 წლის შემდეგ ცოლი იპოვა და ახლა შორს არ უშვებს. Daha ne istiyoruz? მეტი რა არის საჭირო, მამა? İskender abi çok öfkeli. ისკანდერი ძალიან გაბრაზებულია, მგონი ჯობს ცოტა ხანს ამ ყველაფრისგან შორს იყოს. ყველაფერი თვითონ მოვაგვაროთ. Tamam. კარგი, Öyle yapın da. ასე მოიქეცეთ. Yalnız bu თუმცა ფიქრეთს რომ მოკლავთ, ჩემს მშიშარა ფერჰაც დააბრალეთ. გზიდან ჩამოვიცილოთ. 1-20 წლით ჩაჯდომა არა წყენს იქნებ 20 senede დაჭკვიანდეს. aklı başına gelir. Sana bu konuda ძალიან ბრაზობდი ფერჰაც ასე რომ ეკცეოდი, მაგრამ ჩვენს ოჯახს უღალატა. ამიტომ ასე აჯობებს. ისკანდერს რაც შეეხება, იდრისი მართალს ამბობს. ცოტა ხანს შეეშვი. İdris თუ შვილის მკვლელს შეეკვრება, შეიძლება ჩვენს დასასრულად იქცეს. bir olup bizi ölüme. ეს გავითვალისწინოთ. Onlar ისედაც ერთად მუშაობენ. niye kızgınız? აბა რაზე ვბრაზობ? Cenaze თქვი დაკრძალვაზე არავინ მოვიდესო. İskender. ისკანდერ, Kamil. ქანი ჩემი ძმისშვილიც იყო. Dirisini ცოცხალი არ მოასვენეთ. ölüsünü კუდარს მაინც შეეშვით. öldürür. და ვინც მოკლა დამნაშავე არ არის ისკანდერ? Var. დამნაშავეა. დამნაშავე. Var. Oğlum მოუკლავ მას, ვინც შვილი მომიკლა. Halil İbrahim ჰალილ იბრაჰიმზე ლაპარაკობს, რძალო?
იმაზე ვამბობ, ვინც სასიკვდილოდ გაწირე. Ölüme gönderen kimse სწორედ იმაზე. onu diyorum. Ben sizin თქვენს ოჯახურ საქმეებში არ ჩავერევი. რძალო, მანქანაში დაგელოდები. ძალიან უნდა იგვიანებ, ბიძი აინერვიულებს. Ferhat, ფერჰად, olmadı. განყოფილებაში ასეთი ჩვენება არ უნდა მიგეცა. Yakışmadı kardeşim. size თქვენთვის ყველაფერი შეიძლება bize mi yakışmıyor? და ჩვენთვის არა ძმაო იდრის. შულო, ერთხელ მაინც გამოიჩინე სითამამე. არავინ გეუბნება მოიტყუე, უბრალოდ ის თქვი, რაც ნახე. Ben თუ სიმართლის ლაპარაკს დავიწყებ, ოჯახის წევრი აღარ დამრჩება და ბედს bence ნუცდით. fazla zorlamayın. Kızım. შვილო, Ne შენს ბიძაშვილზე და მამაზე რა სიტყვი? წუხარება გვაქვს, ბიძიათ ვურგუთ. შეიძლება თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ქანი გვიყვარდა. თუ გიყვარდათ, მამა შენ შურის ძიება რატომ არ უნდა? შენ მამშიშარა ბიძაშვილმა კი დამნაშავე ციხიდან გაათავისუფლა და დასამუხრებლად ჩვენთან მოვიდა. კარგი, ჩემი შვილის იმედი არ მაქვს, მაგრამ შენი იმედი მაქვს, შვილო. მაბადიეთ მე წავალ. Dur kızım. მოიცადე, შვილო. Amcan sana ბიძა შენმა რაღაც უნდა გითხრას, koca. ქმრისთვის გადასაცემად. გამზეს როგორც კი ვნახავ, ვეტყვი რომ ამის ხირსია. როგორც წესი არავის სიკვდილი არ მიხარია, მაგრამ დაიმსახურეს. Hak ettiler. მამა ჩემის და ჩემი ქმრის მკვლელი ჩაძაღლდა. Berip gitti. და საერთოდ, ჰალილ იბრაჰიმ ამ საქმეში ჩემი ძმაც კი არ გარია. Kendine ateşe მთელი საფრთხე საკუთარ თავზე აიღო. იცით ამ სიტუაციიდან თავი როგორ დააღწია? როგორ გაათავისუფლეს? დიდემს ხელი სთხოვა. უთხრა რომ ზეინებს გაშორდება თუ არ უჭივლებს. sana bunları ამის შესახებ ვინ გითხრა? დიდემმა. მასთან საუბარი გააგრძელე, კარგი? vallahi ლეილა ბოდიში, მაგრამ დამლა სიმართლეს ამბობს. ბავშვი რომ არა, იმ დიდემს არც მიესალმებოდა. ახლა ქაანი ხომ მოკვდა, ალბათ უნდა ბავშვს თავისი გვარი მისცეს. Böyle bir şey yaptı bence. დიდემმა ზეინებს პირობა წაუყენა. ჰალილ იბრაჰიმს აღარასდროს ნახავს. მან კი უპასუხა რომ თანახმა ჰალილ იბრაჰიმმა ცოლად მოიყვანოს. ახლა ეგ დიდემის საერთოდ არ მაინტერესებს. ჰალილ იბრაჰიმს მადლობა უნდა გადავუხადოთ. მითათის გამო შური იწია. Mithat'ımın intikamını almış. ნარგის, ნედიმესთან ხომ არ წავიდეთ? თუმცა ეს მაც იქ არის და არ ვიცი შენი წამოსვლა რამდენად სწორი იქნება. დედა ნარგიზისგან რით განსხვავდები? ფიქრეთი ჩემი ყოფილი ქმარიც არის და დამლას ყოფილიც. Damlanın da. თუმცა ფიქრეთზე ისევ დაქორწინებული ვარ. Evliyim tabii. Kağıt მხოლოდ საბუთებში. şu kafanı ეს გახსოვდეს და არ დაგავიწყდეს დამლა, კარგი? oradan tamam mı? პირველივე მოსმენაზე განქორწინდებით. კარგი ძმაო, Ama sizin მაგრამ ყველა თქვენი ვაჭრობაც ფურცელზეა. არც ისე მნიშვნელოვანი. Sen geçenlerde წინაჯერზე ანგარიშიდან $125,000 მოხსენი. რა ხდება? kendimce buralarda აქედან წასვლა მინდოდა ლეილა. yoksa. Tamam sen ხო და ეს ფული ანგარიშზე დააბრუნე. რა ხდება? Paraya mı ფული გჭირდებათ? konu? benim hiç არაფერი მჭირდება დამლა, უბრალოდ მინდა ვიცოდე რა საკეთებ. იმიტომ რომ აშკარად ფსიქიკური პრობლემები გაქვს. ეს იმისთვისაა საჭირო მცდარი გადაწყვეტილებები რომ არ მიიღო. karar almak demiş. ხო, მართლა გადაწყვეტილებას რაც შეეხება, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. Size müjdeli bir haberimiz var. Hayırdır Leyla? რა ხდება, ჩემო ლეილა? Yavuz hastanede. მე და იავუსმა ვილაპარაკეთ. სანამ საავადმყოფოში იწვა და გადავწყვიტე ჩვილი გავაჩინოთ. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სოფლიოში. Dünyanın en güzel haberini verdiniz. ayrıca მე და ლეილა მისიც გადავწყვიტეთ, თუ ბიჭი იქნება, eğer çocuğumuz მე თათი დავარქვათ. adını Mithat koyacağız. ერთი ნესიმიც მინდა. Ben de Nesim isterim. მეორეს ნესიმს დავარქმევთ. ღმერთმაგნას. ჯერ დაურსულდი ლეილა და სახელები მერე შეარჩიეთ. ერთხელ მაინც გაგიხარდეს ოჯახის სიხარული დამლა. ძალიან მიხარია ძმაო. გილოცავთ.
გამზე არ მეყვარს, როცა საქმეში შუამავალი ხალია. თუ რამის თქმა უნდათ მოვიდნენ და დამელაპარაკონ. ღმერთო ჩემო. Ben orada ვიფიქრე, სწორი იქნებოდა მე თუ გეტყოდით. onlar ოთახში ისხდნენ, საუბრობდნენ, შემდეგ კი მითხრეს, წადი და ქემალს ასე გადაეციო. ben girmem ვუთხარი რომ ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ yine de bilin. მაინც იცოდეთ. Celal, ჯემალ, შენ რძალთან ერთად არიყავი? birbirlerine ერთმანეთში ჩხუბი რომ დაიწყეს უხერხული სიტუაცია შეიქმნა რძალს უთხარი, კართან დაგელოდები მეთქი. ჯემალ, იმ თურგუც დაურეკე. მოვიდეს და თქვას, რისი თქმაც უნდა. კარგი ძმო. ჩემს ოთახში ვიქნები. Abi, ძმაო, çok iyi tek. ეს წინადადება არ მოგწონს? რას ფიქრობ? ჩვენ ფიქრეთ ის მოკლა გვინდოდა, მაგრამ მათ წინადადებას თუ დავთანხმდებით, ესმა მაინც არ გამინაწყენდება. İyi de კარგი, biz nasıl მაგრამ ჰალილ იბრაჰიმს როგორ მოვკლავთ, მამა? კავშირები აქვს ვერ ნახე? ადამიანი, რომელმაც ქანი ყოველას თვალწინ მოკლა, ერთი დღეც კი არ ჩამჯდარა. göz önünde Kaan'ın დააკვირდი. გონი მაინც ასე აჯობებს. რომ მოვლენ ვუთხრათ, რომ ფიქრეთი მათ მოკლან. ჰალილი კი ჩვენზე იყოს. გგონიათ ფიქრეთი სიკვდილის შემდეგ ჰალილ იბრაჰიმი მათ ცოცხლებს დატოვებს? tabii რა თქმა უნდა. biz niye devlet ჩვენ სახელმწიფოსთან საქმე რატომ უნდა გავიფუჭოთ?